საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში Apple TV-ს მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. საქართველოს, აზერბაიჯან, თურქეთის მინისტერიალი და პირველი დიპლომატების სამხრივი შეხვედრა სტამბოლში. შუადერეფნის მომავალი სავაჭრო ენერგეტიკული პროექტები და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. რა გზავნილები გააჟღერეს სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. საქართველოში გატარებული რეფორმების ეფექტურობა და ქვეყნის პროგრესის მორიგი აღიარება. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა. რა წერია ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმე და კიდევ 6 დაკავებულის მიერ აღიარებული დანაშაული. წარდგენილ ბრალს 64 მსჯავრდებულიდან უკვე 21 დაეთანხმა. რის საფუძველზეც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. მხარეთა პოზიციები რამდენიმე წუთში. მონები, ლუზერები, მოღალატეები, მწვავე ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფელი რიტორიკა. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. რა შეადანაშაულებენ ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი ნაციონალები. ცვლილებები პარლამენტის აკრედიტაციის წესში. რა შემთხვევაში აეკრძალება ჟურნალისტს საკანონმდებლო ორგანოში 1 წლით მუშაობა და რა შემთხვევაში გავრცელდება რეგულაცია აკრედიტაციის წესის დამრღვევი ჟურნალისტის დამქირავებელ მედიას საშუალებაზე. რეგიონული უსაფრთხოება, სტრატეგიული პარტნიორობა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დღის წესრიგი სტამბოლმა სამი ქვეყნის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რიგით მეათე სამხრივ შეხვედრას უმასპინძლა. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრებმა გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნების მნიშვნელობაზე იმშელეს. შეხვედრის შედეგად გაფორმდა სტამბოლის დეკლარაცია. პოლიტიკური დოკუმენტი სამი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თურქეთის შემდეგ მომდევნო მინისტერიალს უკვე საქართველო უმასპინძლებს. რა გზავნილები გააჟღერეს სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება, თეკლა გისმენთ. ურთიერთობები, რომლებიც კეთილმეზობლობასა და ნდობაზე არის დაფუძნებული. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრივი შეხვედრის შემდგომ გამართული პრესკონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. აღინიშნა, რომ სამივე ქვეყანას ურთიერთობები არაერთი მრავალფეროვანი მიმართულებით აკავშირებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის პოლიტიკა, ეკონომიკა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შუადერეფნის მნიშვნელობას და მის აქტუალიზაციას, როგორც ევროპისა და აზიის მთავარ სტრატეგიულ მარშრუტს. აღინიშნა ასევე დღევანდელ შეხვედრაზე ის ერთობლივი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ეს სამი ქვეყანა ახორციელებს და ყურადღება დაეთმო იმას, რომ მაშინ როდესაც საუბარი არის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ რეგიონში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრესკონფერენციას წინ უძღოდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რა დროსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტამბოლის დეკლარაციას მოაწერა ხელი. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სამხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ. დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს, თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობას და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდადიდებულ
დაცვის, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით თურქეთის რესპუბლიკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობა და არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპასა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მივესალმებით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვან ამოქმედებას, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად. თითქმის 14 წელია ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთი იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთავარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობთ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლა ხან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები ფაქტობრივად საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში. თურქეთის ინტერესებთან მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნას მიღწეული. რასაკვირველია, გვინდა ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი მოწოდებულია გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. მხარეებმა უნდა გაითვალისწინოს საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით. ფაქტობრივად ვართ გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის და ეს კონფლიქტები, რა თქმა უნდა, ეხმიანება ჩვენს ქვეყნებს და შედეგებიც არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები. ჩვენ აზერბაიჯანი და საქართველო მუშაობთ ერთად, კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. მინდა ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავუხადო ვაშინგტონში გამართული სამიტის მხარდაჭერისათვის, რომელმაც მოიტანა პოზიტიური შედეგები და მოიტანა მშვიდობა ამ ქვეყნებს შორის. საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანზე. საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიეთ მდგრადი მშვიდობის განვითარებას სახელმწიფოებს შორის. უფრო მეტიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მოვლენები, რომელიც ირანის გარშემო ვითარდება. ღაზის სექტორში მდგრადი მშვიდობის მიღწევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენს რეგიონზე ამ პროცესების გავლენა ძალიან დიდია. ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის და გვინდა ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ და გავიყვანეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის მილსადენი, ისე რომ გადავიქეცით ნამდვილ გზაჯვარედინად ამ ენერგომატარებლების გატარების მხრივ. ამით ჩვენ შევძელით რეგიონული დაკავშირებადობის განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა, მოსახლეობის სასარგებლოდ. დავსახეთ ახალი პროექტების შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება. მაისის ბოლოს დავიწყეთ ახალი ფაზა გაზის თაობაზე ხელშეკრულების დადების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. შევთანხმდით, რომ მეორე ეტაპი დაიწყოს გაზის პროექტის ბუნებრივი აირის გაყიდვებთან დაკავშირებით. ჩართული ვართ მწვანე დერეფნის განვითარებაში
რეგიონში ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანს შორის. ახალი ვითარება ისევ და ისევ, რომლებშიც ბაქო და თბილისი მონაწილეობს, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რკინიგზის მოდერნიზება, რომელიც დაკავშირებადობის პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ განავითაროს ძმური ურთიერთობები როგორც თურქეთთან, ასევე საქართველოსთან. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამჯერად სტამბული მასპინძლობდა. უკვე ცნობილია თუ სად გაიმართება რიგით მე-11 შეხვედრა. დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მომდევნო სამხრივ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბულში საკმაოდ დატვირთული დღესასრიგით იმყოფება. სამხრივ შეხვედრასა და პრესკონფერენციას წინ უძღვოდა პირისპირი შეხვედრები როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მადლობა თეკლა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. საქართველოში გატარებული რეფორმების ეფექტურობა და ქვეყნის პროგრესის მორგის საერთაშორისო აღიარება. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო 20-ულშია. მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის კი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი ჩენდრელის ინსტიტუტმა 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. გავლენიანი ორგანიზაციების შეფასებები სახელმწიფო გუნდისთვის მორიგი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მორიგი წარმატების შესახებ ნუცა კოროშინაძე გიამბობს. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სალიდერო პოზიციებს ართმობს. ამას ადასტურებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებიც. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა. ევროპის საუკეთესო 20-ულშია და მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი ჩენდლერის ინსტიტუტმა 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100%-იანი სისტემით 68,7% მიიღო. კვლევი, რომელიც უშუალოდ ეხება გამჭვირვალობას, უშუალოდ ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხარისხს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ძლიერი კვლევის საფუძველზე და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, შეფასებელი ორგანიზაციის ფუნდამენტური ძლიერი კვლევის საფუძველზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიდის წინ და პროგრესირებს სიჯანსაღით კანონის, სიჯანსაღით პოლიტიკის. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროსა და თურქეთს. გავლენიანი ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ყველა ობიექტური შეფასებისას საქართველო ლიდერ პოზიციებზეა. პაპუაშვილის თქმით, ეს შედეგები პირდაპირ მხილებაა ბრიუსელისა და ევროპის სხვა დედაქალაქების, რომელთა დეზინფორმაციაც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც საქმე მიდგება ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებაზე, ეს უტყუარი ფაქტია, რომ საქართველო არა მხოლოდ კარგ ფორმაშია ამ მხრივ, არამედ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას უმეტეს კრიტერიუმებით, აღარაფერი რო თქვათ უკრაინა და მოლდოვასთან საქართველოს შედარებაზე. ასე რომ ეს არის ფაქტი. რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელი და რამდენიმე ევროპული დედაქალაქი გვასაღებს, ეს არის მათი პოლიტიკური დღესდღეობის გატარების სურვილი, ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც პირდაპირ იხარშება ბრიუსელში და შემდეგ გადმოედინება პროპაგანდისტული ნიაღვარით საქართველოში. სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ საქართველო მოწინავეა მათ შორის, რასაკვირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოწინავეა აი ამ ევროპული სტანდარტების დანერგვაში. ეს არის რეალობა და არა ის, რასაც თქვათ გვეუბნებიან კომისრები მაღალი ტრიბუნიდან. და ამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. საქართველო თავისი განვითარების სხვა ეტაპზე არის გადასული. ვერ ეწევა ამას გარკვეული ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც საქართველოს წინააღმდეგ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ და რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი და მათი სატელიტების დამარცხებას ვერ ინელებენ.
სოფლიოში სამართლისა და პოლიტიკის სიჯანსაღე შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, მმართველობის გამჭვირვალობა, მმართველობითი რეგულაციები, ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური მონაცემები, ერთგვარი მითების დეტექტორია, რომელიც მიკერძოებული ევროკრატების ცრუ ნარატივებს აქარწყლებს. ზოგადად ასეთი საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები მნიშვნელოვანია ერთი იმისთვის, რომ გავიგოთ საით მიემართება ჩვენი ქვეყანა განვითარების რა ეტაპზეა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხადია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში მმართველობა და ეკონომიკური პროცესების სწორი მიმართულებით არის. პოლიტიკოსებად პოზიციონირებადი სუბიექტები ევროპაში ამბობენ ერთს და კომპეტენტური ანალიტიკოსები საერთაშორისო ფლანგზე ამბობენ სხვას, რა თქმა უნდა, დაეჯერებათ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, ვიდრე ხანმოკლე დღის წესრიგით მოქმედ ევროკრატებს, რომლებიც ერჩიან საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას. ეს მორიგის საერთაშორისო რეიტინგია, სადაც საქართველოს სალიდერო პოზიციებზეა. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით მოწინავე ადგილს იკავებს. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებული 21 პირის მიერ აღიარებული დანაშაული და ბრალდების მხარის თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის აღიარების შემდეგ წარდგენილ ბრალს დღეს კიდევ 6 პირი დაეთანხმა. ყველა მათგანი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხვალ სასამართლო პროცესიდან 7 მსჯავრდებული გათავისუფლდება, დანარჩენები კი საპატიმრო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ დატოვებენ. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. გიორგი ქორქია, გიორგი რურუა, ხვიჩა გოგოხია, ლევან ჯიქია, ლაშა ივანიძე და სერგო მეგრელიშვილი. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე 15 პირის შემდეგ ბრალს კიდევ 6 პირი აღიარებს. დაკავებულებმა ბრალდების მხარეს თავად მიმართეს, აღიარეს დანაშაული მოინანიეს და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს. ეს კი საბოლოოდ სახელმწიფო ბრალდებისთვის საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა მომართეს ბრალდების მხარეს, აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების ფარგლებში მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტულ პირობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი ოქმები წარმოადგინეთ სასამართლოში. აღიარების სანაცვლოდ 6 ბრალდებული იმ 15 პირის მსგავსად, რომლებმაც ბრალი მანამდე დაადასტურეს, პატიმრობის ნაცვლად 3 წლიან პირობით სასჯელს მიიღებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, დაკავებულები გათავისუფლდებიან. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილს და პროკურატურას თავად მიმართეს, შეთანხმების გაფორმებას კი დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მივაღწიეთ აღნიშნულს, ჩვენ თავიდანვე გვიდოდა საპროცესო და ველოდებოდით დიდი ხანი ამ საპროცესოს. ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი და ბრალად შერეცხული ქმედება. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი ნება და შესაბამისად ჩვენი მოქმედება არის ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე პირების ნაწილმა დანაშაული აღიარა, რადგან მათი შეფასებით ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ქვეყანა იდგა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგად სისხლისღვრა და შიდა დაპირისპირება თავიდან აიცილა. 4 ოქტომბრის დღეს მიმდინარეობისას პირდაპირ ბრიუსელიდან მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მიდიოდა ძალადობა, აი ახლა ამ მოძალადეებმა რო აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ისევე აღიარეს მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და აი ამ მიზნის განხორციელების პროცესში ონლაინ, როგორც იტყვიან, პირდაპირ ეთერში მხარს უჭერდნენ აი ამ მოძალადეებს. ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა მათ ხელი, რომ აღიარების სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას ბრალდებას ამ მხრივ. აიძულეს ეს ახალგაზრდები ჩაედინათ დანაშაული, კანონს დაპირისპირებდნენ, თავად გაეცალნენ და აი ამ კანონის დარღვევის გამო გარკვეული სასჯელიც მიიღეს. ადამიანება, რომელიც რეალურად, როგორც ეს გვიჩვენებს, არაერთი მტკიცებულება რეალურად მონაწილეობა მიიღეს საშინელ დანაშაულში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრა. სახელმწიფოს რო კონდეს ის პოლიტიკა, რომ მისი მიზანი არის დამნაშავე მაქსიმალური, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ, ასევე ჟავდებული მაქსიმალური წნეხის ქვეშ იმყოფებოდეს,
მაშინ ის სახელმწიფო არ წავიდოდა თანამშრომლობაზე იმ პირებთან, ვინც დანაშაული აღიარა. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა ამ ეტაპზე ჯამში 21-მა პირმა აღიარა, მათი საქმე ცალკე განიხილება. პროკურატურა კი მზად არის სინანულისა და აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სხვა ბრალდებულებთანაც ინდივიდუალურად გააფორმოს. წავე ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფელი რიტორიკა ოპოზიციური დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. მიხეილ სააკაშვილი მის კრიტიკოსებს ლუზერებად მოიხსენიებს, ლიდერის პოზიციების დაცვას აქტიურად ცდილობენ მისი თანაგუნდელები, რომლებიც ნაცმოძრაობას ერთადერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად განიხილავენ, სააკაშვილს კი უალტერნატივო ლიდერად. ამ პოზიციის გამო ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილს უკვე უწოდა პოლიტიკური ნარიმანი, მისი პარტიის წევრებს კი მონაჩობილები. სააკაშვილის კრიტიკის გამო ჩერგოლეიშვილთან ერთად ნაცმოძრაობის წევრების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა ნიკა გვარამიაც, რომელიც ანა წითლიძემ ღალატში და სააკაშვილის პოლიტიკურ ძარცვაში დაადანაშაულა. დეტალებით სოსოელისაშვილი. დაპირისპირება და შეურაცხყოფა ოპოზიციური ალიანსის ყოველდღიურობად უკვე დიდი ხანია იქცა. ნაცმოძრაობა კოლეგა ოპოზიციონერებს ამჯერად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალის მითვისებაში ადანაშაულებს და მოღალატეებს უწოდებს. თამარ ჩერგოლეიშვილი კი თავის მხრივ ნაცმოძრაობის წევრებს მონებს, სააკაშვილს კი ჭკუიდან გადასულ პოლიტიკურ ნარიმანს უწოდებს და მიანიშნებს, რომ პოლიტიკაში გაუთვით ცნობიერებლები არიან. ჩერგოლეიშვილი რომ გვარამიას ნაცებისგან იცავს, ეს უკვე ძალიან კარგი და ბევრის მთქმელია. ყოჩაღ გვარამიას ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ჩერგოდ მოგვევლინა, რადგან მხოლოდ ეს არგუმენტი შემორჩათ ღალატის დასაფარად. ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ. მეგობრებო, ასეთია მონათშობილი, ხბომადიდებელი ბანდერლოგი. ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, როგორც ასეთს, ადამიანის არჩევანს, მის თავისუფლებას. მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს. ამ ბანდერლოგების ლოგიკით, სააკაშვილმა შევარდნაძის რესურსი არალეგიტიმურად გამოიყენა, უნდა ჩაყოლოდა კორუფციის ჭაობში. პარალელურად მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სასამართლოს ხდომიდან დაუპირისპირდა. ნაცმოძრაობის ბრალდებული და მსჯავრდებული ლიდერი ყველას, ვინც მას არ ეთანხმება და აკრიტიკებს, ლუზერებს უწოდებს. იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა. ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. დროგავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მედიწმოვა. მაგრამ ქვეყანა თუ დავკარგეთ, მერე გარჩევები და ხელისქნებები ძალიან გვიანი იქნება. შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს. ეს შეკვეთას უფრო გავს. ნაცმოძრაობისა და გაერთიანების სხვა პარტიების ურთიერთობები, როგორც ჩანს, კრიტიკულ ზღვარზეა. ფედერალისტების ლიდერი ღიად წერს, რომ სააკაშვილის გუნდი ალიანსს მიღმაა. თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას არ ადასტურებენ ნაცმოძრაობაში და ამტკიცებენ, თითქოს არსად წასვლას არ გეგმავენ. გარდა ამისა, უსვამენ ხაზს, რომ ოპოზიციის გაერთიანებაში მთავარი ძალა სწორედ თავად და მათი ლიდერი არიან. ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი და მისი შესაძლებლობები. ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა. ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ყოველთვის ასე იყო. ჩვენ რა თქმა უნდა ალიანსში ვართ, სადმე გავედით ალიანსიდან. არ ვიცი, ვირად დაწერა ალიანსში ვართ, ჩვენ გავწევრიანდით ჩვენი გამოსვლის თაობაზე მე ინფორმაცია და განცხადება არ მსმენია. ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც ადამიანები ვერ ეშვებიან ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის საგებას, მათ ვერ ისწავლეს ჭკუა ამ მხრივ და კონკრეტულ ადამიანებს უკულტურო არაეთიკურ გამონათქვამებზე პასუხისმგებელი მე ვერ ვიქნები. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გარე დირექტივებით მოქმედი ოპოზიცია უცხოური ფულისა და სიმპათიის მოსაპოვებლად იბრძვის. იქიდან გამომდინარე კი, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით მოქმედების ნაცვლად გარე ძალების სურვილების შესაბამისად მოქმედებენ, არსებულ მცირე მხარდაჭერასაც კარგავენ. სახელმწიფო პარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ეგრეთ წოდებული ალიანსი ანტიკონსტიტუციური პარტიებისგან შედგება და ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ამის დასადგენად მიმართა. ოდესაც პარტიები ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან, არიან არასისტემური, გადაქცეული არიან არასისტემურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოება, რომ ყველაფერი მოექცეს იმ სამართლებრივ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც დადგენილია ჩვენი
კონსტიტუციით. ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის სიმპათიის და ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის, ხმების და ფულის მოსაპოვებლად. მათ პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ესეც ვიცით, რა პირობებს აძლევენ, თუ მოვლენ ხელისუფლებაში, რას დაუთმობენ რომელ ქვეყანას და რომელ ჯგუფს, ასე რომ ესე ჩვეულებრივად ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში. ოჯადოებული წრე, რომ ვერ გაარღვიეს და აი ამ დაპირისპირებით შედეგი ვერ დადეს, ეხლა ერთმანეთს უპირისპირებენ, ერთმანეთს ადანაშაულებენ თავის ამ ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული საქმიანობის წარუმატებლობაში. როდის დასრულდება სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსის ფორმალური ერთობა და ვინ დატოვებს ოპოზიციურ გაერთიანებას პირველი, ეს კითხვა ოპოზიციურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად ისმის. ქართული ხალხის დასჯის მცდელობა და შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციით. სწორედ ეს სახელი აქვს სახელმწიფო გუნდისთვის 11 ივნის ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება. ევროკომისიასთან პირველი დიალოგის ფორმატში ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს წარუდგენს, თუ როგორ ასრულებს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციისთვის ნაკის ვალდებულებებს. ქართული ოცნება ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, აქედან გამომდინარე კი იმედოვნებს, რომ საკითხის პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენება შეწყდება და უსამართლო მიდგომები შეიცვლება. სხვადასხვა ინსტრუმენტით ზეგავლენის მცდელობებზე კი ხელისუფლების პოზიცია მკაფიო და უცვლელია, საქართველოს არ აპირებს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობას. სალომე გობრონიძე გიამბობთ. ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური მოთხოვნებით არ უნდა წყდებოდეს. მთავარი კრიტერიუმი შესრულებული ვალდებულებები და ოფიციალური სტატისტიკაა, რომელსაც საქართველოს ზედმიწევნით მიყვება. ეს დღეს თბილისიდან ბრიუსელს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სამ დღეში ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. დიალოგის მთავარი თემა სავიზო რეჟიმია. ინფორმაცია დღეს ევროკომისიის პრესპიკერმაც გავრცელა. მარკუს ლამერტის თქმით, მოლაპარაკებების მიზანი გარემოებების გამოსწორება, რის გამოც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა. როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. ამის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამ კონტექსტში 11 ივნის გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. შესაბამისად აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ საკითხს ეხება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კიდევ ერთხელ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა არის და არა პოლიტიკური ხასიათის. თბილისი მზადაა დიალოგის ფორმატში ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები წარუდგინოს, თუ როგორ ასრულებს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციისთვის ნაკის ვალდებულებებს. დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკომპლექტა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელის მხრიდან პროცესის ობიექტურად შეფასება აუცილებელია, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის პოლიტიზირება კი მიუღებელი, რადგან სწორედ ეს ქმნის საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომის განცდას და მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ ბრიუსელი ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისა და სხვა ქართული კანონების გაუქმებას, ხელისუფლების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს არ აპირებს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას ომისა და უსაფრთხოების დამატებითი რისკების წინაშე დააყენებს. ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს უარი თქვას, რომ მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ თქვით, რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება. ევროკომისიის მიერ წარდგენილი პოლიტიკური მოთხოვნები ერთ-ერთი ემთხვევა თბილისში ოპოზიციის სურვილებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით ქართული ხალხი დაისჯება, თუმცა მათივე თქმით, ევროკომისიის ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება. დაზარალდება საქართველოს მოქალაქე, მაგრამ სადღაც უკვე გაწყდება ალბათ მოთმინების ფიალა ბრიუსელში.
ოპოზიცია და უცხოელი მოკავშირეები საქართველოს წინააღმდეგ საერთო ინტერესებით მოქმედებენ, რაც მათი პოზიციების იდენტურობითაც დასტურდება მართველი გუნდისთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოყენების მცდელობა კი აქამდეც არაერთხელ ყოფილა. ფაქტები დღეს ქართული ოცნების წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, როდესაც საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება, ბრიუსელი აიგნორებს იმ ტექნიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლებიც უვიზო რეჟიმის რეალურ საფუძველს წარმოადგენს. ევრობიუროკრატების მხრიდან ისმის მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც ცდება სავიზო პოლიტიკის ჩარჩოებს და ეხება ქვეყნის სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი შიდა პოლიტიკა. დაყენებული მოთხოვნები არის იმრიგად ჩამოყალიბებული, რომ პრაქტიკულად ადგილს არ უტოვებს სახელმწიფოს ხელმძღვანელობას სამჯეროდ. როგორც შეიძლება ვთქვათ, განხილული იქნეს LGBT პროპაგანდის თემა. მეორე თემა ის, რომ ტრიბუნიდან გიცხადებენ, რომ ფული აქვს საკმაო რაოდენობის შემოსატანი საქართველოში და გზებს ეძებენ, როგორც ხელისუფლების გვერდის სავლით შემოიტანონ ეს თანხა. არის კიდევ მოთხოვნა საგარეო თემებთან დაკავშირებით, რომ ემთხვეოდეს ჩვენი საგარეო კურსი, ევროკავშირის საგარეო კურსი, როდესაც მაგალითად რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების ელაპარაკი, რომელიც დაგვანგრევს და მიწასთან გაასწორებს საქართველოს ეკონომიკას. ის ვიზა ლიბერალიზაციის განსაზღვრული წესები, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული და რასაც შეუერთდა საქართველოს დღეს არის მცდელობა პრაქტიკულად ამ რეგულაციებში უხეშად შეიტანონ ცვლილება, გამოიყენონ ეს ცვლილება საქართველოზე თავდასასხმელად. ჩვენგან ითხოვენ ისეთ ცევას, ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს პრაქტიკულად ცილდება. საქართველოს ყველა ეს პირობა, ყველა ეს მოთხოვნა, რაც ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას უკავშირდებოდა, იმნაცვლად შეასრულა. 2025 წელს თქვენ მოგეხსენებათ, რომ დაემატა ერთგვარი პოლიტიკური საკითხები. კერძოდ, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური თანხმედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ანუ ქვეყანას, რომელიც ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ვამბობთ, რომ თვითონ ევროპელები ამბობენ, რომ რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის და კონკრეტული თარიღებიც აქვს განსაზღვრული, როდის უნდა დაესხას რუსეთი თავს. ჩვენ ამ ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რომელსაც არც ნატოს კოლგა გვაქვს და არც ამდაგვარი არც ეკონომიკური ბალიში ევროკავშირის სახით გვეუბნებიან, რომ შეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით სამ დღეში ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის პირველი დიალოგი გაიმართება, რაც შედეგებით დასრულდება მოლაპარაკებები. ეს 11 ივნისს გახდება ცნობილი, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტით ზეგავლენის მცდელობებზე ხელისუფლების პოზიცია უცვლელი და მკაფიოა. საქართველოს არ აპირებს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობას. პარლამენტის აკრედიტაციის წესში ცვლილებები შედის, შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ცვლილებების მიხედვით აკრედიტაციის წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა 1 წლით აეკრძალება. დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით კი შესაძლოა აკრედიტაციის შეჩერება წესების დამხმოვი ჟურნალისტის გარდა მის დამსაქმებელ მედია საშუალებასაც შეეხოს. ცვლილებები ევროპული სტანდარტის შესაბამისად მომზადდა. ანა შანიძე კი ამბობთ. პარლამენტის აკრედიტაციის წესში ცვლილებები შედის დღეიდან. წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლოა რეგულაციები წესების დამრღვევის ჟურნალისტის გარდა მთლიანად მედია საშუალებასაც შეეხოს. პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია. აკრედიტებული ჟურნალისტების მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის განმეორებისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით შესაძლებელია შესაბამის მედია საშუალებას ვადამდე გაუუქმდეს. აკრედიტაცია და არაუმეტეს 1 წლის ვადით შეეზღუდოს ამავე წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება. ამასთანავე იმ მედია საშუალებას, რომელიც არ არის აკრედიტებული მედია საშუალება, მისი ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის განმეორებისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით არაუმეტეს 1 წლის ვადით შეიძლება შეეზღუდოს ამ წესით გათვალისწინებული აკრედიტაციების მიღების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვის უფლება.
ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც აცხადებს, რომ რეგულაციები ევროპული სტანდარტის შესაბამისად მომზადდა, თუმცა ევროპარლამენტში არსებულ წესებთან შედარებით მსუბუქია, რადგან შალვა პაპუაშვილის თქმით, დეპუტატებთან ინტერვიუს წინასწარი შეთანხმების წესი, რომელიც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს, საქართველოში ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე და ნახეთ ჩვენ რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოვებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება რომ გააუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით. კითხვის დასმა დარღვევა არ არის, ტონი დარღვევა არ არის, ტონი ზოგადად არის, მაგრამ რა თქმა უნდა შეურაცხყოფა დარღვევა იქნება, მაგრამ დარღვევები არის მაგალითად ნებართვის გარეშე პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შესვლა და გადაღება. აღმოჩნდა თურმე რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ უფრო ლოიალური წესები აქვს ვიდრე ევროპარლამენტს. ახლა ძირითად ნაწილში დავაახლოვებთ ევროპარლამენტის წესებთან, თუმცა იმდენად მკაცრი არ იქნება რომ წინასწარი თანხმობა იყოს საჭირო პარლამენტის წევრისგან, რაც ვნახეთ ევროპარლამენტის შემთხვევაში. საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის თქმით, აკრედიტაციის წესში ცვლილებები ქცევის სამართლიან, ობიექტურ და მისაღებ წესებს ამკვიდრებს. შეიძლება მსგავსი სანქცია შეეხოს უკვე ტელევიზიასაც. ეს არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს და აწესებს ქცევის სამართლიან ობიექტურ და მისაღებ წესებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არის ბევრად მსუბუქი, ვიდრე ეს არის თუნდაც ევროპარლამენტში, ვთქვათ, თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ შეთანხმებას ჩვენ არ ვითხოვთ, როდესაც ჟურნალისტთან გვაქვს შესაბამისი პროფესიული კავშირი. ყველა ჟურნალისტმა ბუნებრივია უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს ეს მოცემულობა და ის ეთიკის ნორმები, რაც აუცილებელია ჟურნალისტის საქმიანობისთვის. ევროპარლამენტში არსებული მკაცრი რეგულაციები რამდენიმე კვირის წინ ქართულ მედია საშუალებებსაც შეეხო. ევროდეპუტატებთან შეუთანხმებელი ინტერვიუს მიზეზით იმედს ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აეკრძალა. პოსტივიმ და რუსთავიორმა კი გაფრთხილება მიიღეს. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად დარეგულირდება სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების დამატებითი წინაპირობები, მათ შორის ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან უცხო ენის და სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. სისხლის სამართლის წესის დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქტიური ქორწინება. სასჯელი ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ვადით 2-დან 10 წლამდე ან ჯარიმას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით. ესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების ასე ვთქვათ საფუძვლად. გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვები იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას. დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, ბინადრობის ნებართვა იქნება თუ სხვა ტიპის ნებართვები. იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიული სამზევრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა ოპერატიულ სამზევრო საქმიანობის შედეგად იქნეს გამოვლენილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში და უცხოელი მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სასჯელს იხდიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის, წესდება ახალი მექანიზმი, ეს არის დარჩენილი სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელით, როგორც არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.
ყაზახეთის დელეგაცია იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში ინოვაციური მიდგომების და ენერგიის მიმართულებით გამოცდილებას ეცნობა დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს იმ 500-ზე მეტი სერვისის შესახებ, რომელთანაც იუსტიციის სახლი მთელი ქვეყნის მასშტაბით 127 ფილიალისა და მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით წარმატებით ახორციელებს. სტუმრებმა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცე დაათვალიერეს და სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ყაზახეთის რესპუბლიკის არაკომერციულ სააქციო საზოგადოება მთავრობა მოქალაქეთათვის სახელმწიფო კორპორაციის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნულ ვიზიტ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არის შესაძლებლობა გავცვალოთ ინფორმაცია და ის გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა. ასევე მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ჩვენს ურთიერთობაში უკვე ახალ ეტაპს წარმოადგენს. ყაზახეთს დღეისთვის საკმაო გამოცდილება გააჩნია ციფრული ტრანსფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში და იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვე პრაქტიკების, სპეციალისტების მომზადებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაზიარებით ორმხრივად შევძლებთ დავნერგოთ უკეთესი პრაქტიკა. და ამ წუთებში თურქეთში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მედიასთან სტამბულში დღეს გამართულ შეხვედრებს აჯამებს. მაკა ბოჯორიშვილის კომენტარს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. კაპიტანი მაკა, თქვენ გქონდათ შეხვედრები, სამხრივი შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, როგორ შეაჯამებთ გამართულ შეხვედრებს? საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხრივი ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია. მინისტერიალი უკვე მე-10-ით ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში. ეს პირველ რიგში კარგი შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის პროექტები, რაც 10 წლეულების განმავლობაში უკვე განხორციელდა და წარმატებულად ხორციელდება დღესაც, ასევე მიშელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება განავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ სამი ქვეყნის როლი განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში უფრო უკეთ იყოს წარმოჩენილი და უკეთ იყოს განხორციელებული. არსებობს მთელი რიგი იდეები, არის მთელი რიგი პროექტები, რასაც სჭირდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობა, თანამშრომლობა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკით და პოზიტიურად ჩატარდა დღევანდელი შეხვედრა და ძალიან კარგი განხილვები ჰქონდა სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით. სტამბულის დეკლარაციაც ამ შემთხვევაში აჯამებს ჩვენს შეხვედრას, დღევანდელ შეხვედრას, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რაც ჩვენ განვიხილეთ, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული, იცით რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, ისინი საქართველოს სუვერენიტეტს პატივსემენ, ეს საკითხებიც იყო რა თქმა უნდა აღნიშნული დეკლარაციაში. ჩვენ ასევე შევეხეთ სხვადასხვა თემებს, რაც ეხება რეგიონულ განვითარებას, უფრო ფართო რეგიონს, ზოგადად მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ამ უსაფრთხოების გარემოს გავლენას ჩვენს რეგიონზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი. ეს საკითხები ყველაფერი არის ასახული სტამბულის დეკლარაციაში, ასევე საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც სამ ქვეყანას შორის არის განხორციელებული და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია ასევე იმსა არის დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ ჩვენი საერთო ხედვა და საერთო მისწრაფება, რომ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული იყოს. გარდა სამხრივისა, გქონდათ პირისპირი შეხვედრებიც უშუალოდ ქვეყნების წარმომადგენლებთან, კოლეგებთან. აქ რა შეგიძლიათ გითხრათ, რა გზავნილებით დაგუაჩვენეთ?
ორივე კოლეგასთან მქონდა ორმხრივ ფორმატში შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ უმაღლეს დონეზე ჩვენ ამ საკითხებზე, რაც დგას დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობების, ჰქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ასევე საკმაოდ პოზიტიური განხილვები მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან. ვიზიტით იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა გაფორმებული. ცოტა ხნის წინ გაანახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც, რაც ასევე პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ხალხთა შორის კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის და საერთაშორისო არენაზეც თანამშრომლობის საკითხები. ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით გამოქმედდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, შემთხვევაში საქართველოსთან და იყოს მსჯელობა თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ თავად ევროკავშირის მხრიდან თუ ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაური ფორმით იქნა გაჟღერებული, რასაც მოყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსების, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ისევ და ისევ ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ რაღაც შიში, თითქოს ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ასეც მონათლეს ერთგვარად ეს შეხვედრა. შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე. ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ მოველით, რომ იქნება შეხვედრა კონსტრუქციული, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ინტერესი, სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის, ვთქვათ, წინაპირობები, რა წინაპირობებიც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მეტი ის თქმის შესაძლებლობა ალბათ თავად შეხვედრის შემდგომ, მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა თუ პოლიტიკოსებიც და სხვადასხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასეთი სპეკულაციები. ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში შემდეგ კვირაში საქართველოზე მორიგი რეზოლუცია განიხილება, ასეთი ჩვენ არაერთხელ გვიხილავს იმ ფონზე რა შინაარსის რეზოლუციებიც გვაქვს ნანახი, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ აქვს პოლიტიკური წონა ამ რეზოლუციებს და მოქმედებს გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებას. ხო, ჩვენ ნახეთ არაერთი რეზოლუცია, ეხაც ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ, თქვენ ამაზე უკვე არაერთხელ ისაუბრეთ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, როგორც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობა. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება დოკუმენტების შემუშავება, სამწუხაროა, რომ თუ ნახეთ თქვენ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას და სიმართლესთან დაახლოებას არ იქნა გათვალისწინებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ
ეს არის ის პროცესი, რომელსაც იყენებენ გარკვეული ძალები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაც ნაკლებად გამოსდით, მაგრამ აზიანებენ მაქსიმალურად ევროკავშირის იმიჯს პირველ რიგში და ევროკავშირის სახეს, იმიტომ რომ იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია ამ რეზოლუციებში, იმდენად არის დეზინფორმაციული, რომ უბრალოდ შეუძლებელია სერიოზულად მათი აღქმა. გუშინაც კი ქართულ ტელეარხებთან ქონდა მსგავსი განცხადება. ჩვენ ქონდა ბულოცავ მათ არჩევნებში გამარჯვებას პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს ეს გამარჯვება. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში სტაბილურობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და ჩვენი ურთიერთობების სტაბილურად განვითარება. საქართველოსა და სომხეთს დღეს აქვს საუკეთესო ურთიერთობები. ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან ბევრი მიმართულებით. მათ შორის იმ საკითხებზე, რა საკითხებიც აქტიურად დგას სომხეთის დღის წესრიგში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, ევროკავშირთან ურთიერთობები, ეს არის სომხეთის ხელისუფლების ამ შემთხვევაში ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კოორდინაცია და საქართველოსთან ურთიერთობები, სწორედ ამ ურთიერთობების კონტექსტში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სჭირდება საქართველოს და სომხეთს. პირდაპირ ეთერში ვიცე-პრემიერ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უსმენდით. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. პარტია სამოქალაქო კონტრაქტორმა წინასწარი შედეგების თანახმად საკმარისი ხმები მოიპოვა იმისათვის, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. პარლამენტში სამი ოპოზიციური ალიანსი მოხვდა, თუმცა ოპოზიციურ ბლოკებში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. საპასუხო და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით ისევ იმუქრება ნიკოლ ფაშინიანი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების სომხეთში საკმაოდ დაძაბული იყო, დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა კენჭისყრის დღეც. ამ მრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური ალიანსების 200-მდე წარმომადგენელია დაკავებული. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ზეიმობს. პარტია სამოქალაქო კონტრაქტს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნდობა ამ მრჩეველთა 49,91%-მა გამოუცხადა. საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზეა ბლოკი ძლიერი სომხეთი 23,33%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი სომხეთი 9,99%-ით. მეოთხე ადგილს კი პარტია აყვავებული სომხეთი 3,94%-ით. ახლა სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირველ დაპირებებს გასცემს. მთავარი დაპირება მშვიდობაა. გარდა ამისა, აანონსებს, რომ გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის კუთხით, თუმცა არაპირებს დატოვოს ევრაზიის კავშირიც. ჩვენ ვაგრძელებთ დასავლეთთან დაახლოების კურსს, თუმცა პარალელურად ვინარჩუნებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას და ვაძლიერებთ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან თუ კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, გვესმის, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე გაწევრიანება შეუძლებელია. შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების პროცესი მანამ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის თავად ევროკავშირის მხრიდან სრულად არ იქნება აღიარებული სომხეთის შესაბამისობა ევროპულ კრიტერიუმებთან. ეს არის ჩვენი უახლოესი სამიზნე, რასაც შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეტაპი მოყვება. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ორ მხრივ ნებაზე. შესაძლოა ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფართოების პროცესის შეჩერების შესახებ, სომხეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უარი თქვან გაწევრიანებაზე. ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანაა შევქმნათ რეალური და მრავალმხრივი ალტერნატივები, რათა სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროპის კავშირს შორის.
სომხეთში როგორც წინა საარჩევნო პერიოდი, ასევე კენჭისყრის დღე საკმაოდ დაძაბული იყო და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. ამ მომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური ალიანსების 200-მდე პირია დაკავებული. დაკავებულია ერევნის ყოფილი მერიც. გარდა ამისა, ოპოზიციის ორ ოფისში გუშინ ჩხრეკები ჩატარდა. ფაშინიანის მთავარი ოპონენტი და მეორე ადგილზე გასული სამუელ კარაპეტიანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ჩვენზე ფართო მასშტაბიანი ზეწოლაა ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ დროისთვის გუნდის 75 მხარდამჭერი დაპატიმრებულია, ხოლო 700-ზე მეტი ადამიანი პოლიციაშია გადაყვანილი. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უხეში მაგალითები დაფიქსირდა კენჭისყრის შემდეგ ღამით. შუაღამისას მეღრიში მასობრივად მიიყვანეს სამხედრო მოსამსახურეები, რათა ხელისუფლების სასარგებლო ხმის მიცემა ორგანიზებულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა კი გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. აღნიშნა, რომ სამუელ კარაპეტიანმა, რობერტ ქოჩარიანმა და გარიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ. ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა, გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა, სამუელ კარაპეტიანი ციხეში წავა. ნიკოლ ფაშინიანი მილოცვებს იღებს მსოფლიო ლიდერებისგან. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც სომხეთის პრემიერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა, ქართველი კოლეგა იყო. მთავრობის მეთაური მზადყოფნას გამოთქვამს, გაგრძელდეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის ჩვენი ერევის საკეთილდღეოდ. ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას ულოცავენ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებიც და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე მიუთითებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილობა, რომელსაც მარტო საქართველოს ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი არის, რომ მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო. მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის. სომხეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი და მეგობარი, არამედ სტრატეგიული პარტნიორია, ბუნებრივია. ჩვენ ულოცავთ გამარჯვებულ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მოპოვებას და ვისურვებთ, რომ ის ძალიან მყარი ღრმა და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს სომხეთს შორის არსებობს, რა თქმა უნდა, გაგრძელდეს და გაღრმავდეს კიდევ უფრო მეტად. ეს არის ის ძმური და მეგობრული დამოკიდებულება, რაც უნდა იყოს სამაგალითო, რაც არსებობს ქართველებსა და სომხეთს შორის. არსებული მონაცემებით პარტია სამოქალაქო კონტრაქტს საკმარისი ხმები ექნება იმისათვის, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. წინასწარი შედეგების მიხედვით ძლიერმა სომხეთმა და აყვავებულმა სომხეთმა პარლამენტში შესასვლელად საჭირო საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით ფაშინიანის პარტიას 61 მანდატი ექნება, ძლიერ სომხეთს 28, ხოლო სომხეთს 11 მანდატი. ეს ყოფასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.